მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე, თუ მოძებნით პალიტრა ნიუსის გვერდს და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. დღეს გადაცემას დავიწყებთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე საუბრით. საოცარი ბრიფინგი ვიხილეთ დღეს, ბრიფინგი, რომელიც ეძღვნებოდა ერთ საკითხს, უბრალოდ ერთ-ერთ ტელევიზიაში გამართულ დებატებს, რომელშიც თავად პრემიერ-მინისტრი იღებდა მონაწილეობას და ამ დებატებს თავად პრემიერ-მინისტრი დღეს 11 საათზე გამოეხმაურა ბრიფინგით და დებატების ერთადერთი თემა იყო ის, რომ ბიზნეს ივანიშვილი არის ერთმართველი. როგორც ირაკლი ყობახიძემ გითხრა, ამ გადაცემაში ოპოზიცია მას ერთმართველი უწოდა და მას საჭიროდ ჩათვალა, რომ ახლა გაეკეთებინა განმარტება. რატო არ გააკეთა ეს განმარტება? იქ დებატების დროს ან შეიძლება გააკეთა და არასაკმარისი მოეჩვენა. მას მოეჩვენა თუ სხვას მოეჩვენა ეს არასაკმარისი, ამაზე შეგვიძლია დღეს ვიმსჯელოთ გადაცემაში, ვიმსჯელებთ. მე და ჩემი სტუმარი გედემან ფოფხაძე, რომელსაც მივესალმები. გამარჯობათ, ბატონო გედი. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. ახლა რაღაც ნაწილებს წავიკითხავ, 8 წუთის განმავლობაში ირაკლი ყობახიძე დაითვალეს ჟურნალისტებმა აქებდა ბიძინა ივანიშვილს. მან ისაუბრა, რომ ის ერთმართველი კი არ არის, არის პოლიტიკის გროსმაისტერი. ის არის პატრიოტი, რომ მას უყვარს ქვეყანა, რომ 2012 წელს თეთრი ხელთათმანებით ეს რო ვიცით ხო, რომ დაამარცხა თქვენთან ერთად. ხომ ყობახიძე არ მახსოვს თორე ბიძინა ივანიშვილი მახსოვს. დაამარცხა, ასე თქვა, ივანიშვილი, რომ მას არასოდეს უკადრია, რომ ის ყოფილიყო ერთმართველი. ამას ეძღვნებოდა მთელი ბრიფინგი. და თქვა ასევე ყობახიძემ, რომ ჩვენ ერთად ვიღებთო გადაწყვეტილებებსო. მსჯელობის შედეგადო. თუმცა მართალია ამ მსჯელობაში უმეტესად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებსო, მაგრამ იმიტომ რომ ის არის ყველაზე გონიერი გროსმაისტერი და ასე შემდეგ. არ ვიცი, საკმაოდ უცნაური ბრიფინგი იყო, თქვენ რა სიტყვით ამის შესახებ, მე ნელა ციტატებსაც დაგაწევთ, ასე ვთქვათ, გადაცემას. მე ზოგადად მგონია, როცა ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე ადამიანი ცდილობს საზოგადოებას დაარწმუნოს რაღაცაში, უფრო ის თავის მართლებას გავს და უფრო ეჭვებს უფრო აჩენს და კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რაზეც არის საუბარი, ვიდრე ქმნის იმის განცდას, რომ ეს ასეა. იმიტომ რომ ახლა ბევრ რამეზე შეიძლება ჩვენ ვიკამათოთ დღეს აი არსებულ სახელმწიფო სისტემას შეიძლება დავარქვათ კვაზი დიქტატურა, კვაზი დემოკრატია ან შემდგარი დიქტატურა, მაგრამ ახლა ის რომ ივანიშვილი გადაწყვეტილებს იღებს ერთპიროვნულად, ეს მე მგონი დავის საგანი არ უნდა იყოს არანაირ დონეზე რა. ახლა შეიძლება ყობახიძემ რაღაცა შორს დაიკავოს თავი და თვითონ არ აღიაროს ეს ყველაფერი. ამ ფორმატში კამათი ჩემი აზრით ძალიან არაბუნებრივია. ის დებატები, რომლებიც მათმა შექმნეს, ჩვენ ხო ვიცით რატო გააკეთეს. ეს არის უბრალოდ იმის ილუზიის შექმნა, საზოგადოებაში იმის განცდის შექმნა, რომ თითქოს ქვეყანაში არის პოლიტიკური განსჯა, მსჯელობა, დისკუსია რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ყველაფერი არის დემონსტრაციისთვის რაღაცის. აი ეხლა რომ მოითხოვთ ასეთი რაღაცა, რომ 13 წელი არიან ხელისუფლებაში, ხო? აქედან 6 წელი მე მომიწია მათთან ერთად ყოფნა, ხო? უკვე ნელა ოპოზიციაში ყოფნა, ხო? გადაასწრო უკვე და უკვე შორდები, დისტანცირდები, ესე ვთქვათ, ოცნების წარსულს, მაგრამ აი 13 წელი რომ ხელისუფლებაში არიან, ერთი ოქმი რომ მოითხოვოთ ან უმრავლესობის ან პოლიტსაბჭოს, რომ რაიმე საკითხზე მოხდა მსჯელობა და იყო მიღებული გადაწყვეტილება რა. ასეთ ოქმს ვერ ამოიღებთ. თქვენ როდესაც იყავით ქართულ ოცნებაში, მაშინ ხო იყო რომ ესრე პოლიტსაბჭო იკრიბებოდა, გვახსოვს კადრები, ბიძინა ივანიშვილი ესრებოდა. იყო იქ ეს ცხარე დებატები კამათთან, მაშინაც ამბობდნენ რომ ჩვენ დებატობთ კამათთან. არა, იყო ცალკეული შემთხვევები, როცა რაღაცა თემებზე იყო კამათი. ეს არის ალბათ 6 წლის მანძილზე თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები. მე 11 არ გამახსენდება რა, მე ყოფითებ ჯერჯერობით ყველა თითი ადგილზე ეს რომ 10 ესე ქვია შემთხვევა ზე მეტი არ იქნებოდა, როცა რაღაცაზე შედგა დებატები. მაგალითად, ახლა როცა გიორგი კვირიკაშვილის გადაყენება უნდათ უმრავლესობაზე, რა თქმა უნდა, მაგ თემაზე რო კამათი, მაგრამ გაიმარჯვა მაინც ბიძინა ივანიშვილი. ხო, გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა. ხო, აი იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც მე ვითხოვდი კენჭისყრას, ეს იყო, როცა მოხდა ასეთი პრეცედენტი, რომ იურიდიულ კომიტეტზე მისი თანხმობის გარეშე მოხდა ჩემი გაყვანა ეკა ბესელეს მაგვირად პირველ
მოადგილეთ და ნოიკას გადადგომის მერე და მე გამომიძახეს მაშინ ასე თქვა უმრავლესობაზე და ივანიშვილმა თქვა რომ ეს კაცი გამოიწვიეთ კომიტეტიდან რა. აი ის განხილვა როგორ მიდიოდა მე ადამიანად მოვითხოვე კენჭისყრა და რამოდენიმე ადამიანმა მიცა წინამდები ხმა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და იყვნენ და იმედია მომავალშიც ასეთებად დარჩებიან. მე მათ ამას არ უვიწყებ და მახსოვს რომ ამ ხალხმა წინამდები ხმა აწია ოცნების ფრაქციის ხდომაზე, მაგრამ ივანიშვილმა პირდაპირ ეკითხებოდა იმას ყობახიძეს, ესე რატო აწლევენ წინამდები ხმას და უთხრა რომ ედის მეგობრები არიან. ის რომ იქ რაიმე დისკუსია ხდებოდა და რაღაცა კამათები იყო, მე რამოდენიმე ჯერ ხონდა ასეთი შემთხვევა, ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეს იყო მარიხუანას კულტივაციის თაობაზე, როცა მე თვითონ რაღაც განსხვავებულას ვაფიქსირებდი, იქ განსხვავებული ასე სივრცე არის. იზრიებაშვილის აზრი არ გასულიყოს ასეთი რომ გახსოვს. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. ახლა მაგაზე საუბარი რომ იქ გადაწყვეტილების მიმღები იყო უმრავლესობა, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ ცნობად ვიღებდით ინფორმაციას, ჩვენ იქ რო ვიკრიბებოდ გვეუბნებოდნენ რომ ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, თქვა პრეზიდენტად უნდა იყოს მარგველაშვილი, უნდა მიიღოს ასეთი კანონი, არა მხარს დაჭერა რა ინფორმაციას გაწვდიან და ახლა შენ ხარ ამ გუნდის ნაწილი და უნდა ავტომატურად შეასრულო, ხო მხარდაჭერაც ეს ხა იქ კენჭისყრა არასდროს არ მომხდა რა, ესეთი რაღაც არ არსებობს, რომ ოქმი არსებობდეს, სადაც არის თქვა თუნდაც პარლამენტში ხო სულ ერთხელ გავაკეთეთ წინასწარი სარეიტინგო კენჭისყრა ხო მაგის გარდა არაფერი მსგავს არ მოხდა. მე ასეთი ფრაზა რამოდენიმე ჯერ ვთქვი უმრავლესობაზე რომ უმრავლესობის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს და მე თქვი სწორედ იმიტომ რომ უკვე გადაწყვეტილების მიღების ნაწილში აი განუხდა ჩვენი პოზიცია განსხვავებულ აზრის ქმის სივრცეც მოგესპო რა. ეს იყო აგრძელებული და ახლა რომ ვიღაცა გამოდის და ამბობს რომ ეს ასე არ არის, ახლა ეს ტყუილი ახლა ეს ტყუილი მაგათ ადრე თუგენ წინ დაუდგებათ, იმიტომ რომ ეს უტიფრობაც არის, ეს ცინიზმიც არის, ახლა მათმა მომხრეებმაც ეციან რომ ასეთი რაღაც არ ხდება ოცნებაში რომ ბიძინა ივანიშვილის აზრს აცვლევინებს ვიღაცა რაღაცა ისეთი დისკუსია მიდის იქ რომ თუ ივანიშვილს რაღაცა უნდა ის არ ხდება. ასეთი რაღაც არ ხდება, არ ყოფილა მას. ხა ირაკლი კობახიძეს გაუჭირდა მაგის თქვა რომ უმეტესწილად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმაგრეს. გამონაკლისი შემთხვევა გითხრან ხო? რომელი იყო ეს გამონაკლისი შემთხვევა, როცა ეს ყველაფერი შეიცვალა, თან მე ლაპარაკობ იმ 6 წელიწადზე, როცა კოალიციაც იყო ქართული ოცნება, სხვა პარტიებიც იყო პირველი 4 წლის მანძილზე, ხო, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, თავისუფლება. რა თქმა უნდა, ახლა იმათ რაღაც თავის პოზიციები ჰქონდათ ყოველთვის, ახლა ფორუმიც იყო და მეტნაკლებად კონსერვატიული პარტია რა განსხვავებულ აზრებს რაღაც თემებთან დაკავშირებით აფიქსირებდით, თან იყო რაღაცა წყვეტა, როცა ბიძინა ივანიშვილი არ დადიოდა საერთოდ ცდომებზე, ითვლებოდა ის პოლიტიკიდან წასულია და ახლა იქ იყო კვირიკაშვილი, მე და კვირიკაშვილს გკამათია, შეიძლება გვიჩხუბია კიდეც რაღაც თემებზე, ხო? ბევრჯერ არა, მაგრამ იყო ერთი-ორი თემა, რომელზეც ასე აი საჯარო ფორმატში კამათი ყოფილა, მაგრამ როცა ივანიშვილს რაიმე უნდოდა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არასდროს არ ყოფილა და აზრი არ ჰქონდა კამათს. და ანტიდისკრიმინაციულთან დაკავშირებით მე რომ ახსენდება ჩემი პოზიცია და ეს დისკუსია ჩვენ შორის იყო, ხო იქ გადაწყვეტილებაზე არც იყო საუბარი. აი როგორ აიძულა დანარჩენები რა შენ ხმას მიცემ შენ ხმას მე სხვა თემებზე კამათიც არასდროს არ ყოფილა. ეს ძალიან დიდი თვალთამაქცობა იქნება იმ გუნდის მხრიდან, რომ თქვას რომ ჩემთვის რამოდენიმე თემა იყო პრინციპული იმ თემებზე მე ხმა არ მივეცი და ჩემი განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირე, მაგრამ იმ ანტიდისკრიმინაციის პირობა იყო ასეთი რომ გედი არ აძლევს ისე ხმას როგორც სხვები, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება საჯაროდ ამ თემაზე არ ილაპარაკო და ministrები ასე ვთქვათ ვიცავდი ამ პირობას. ახლა დღეს უკვე მაგაზე საუბარი რომ იქ რაიმე დემოკრატიის ელემენტები იყო, რა თქმა უნდა არ იყო ელემენტები, მე უბრალოდ თუ დემოკრატია არის, კენჭისყრები უნდა ტარდებოდეს, ხო? ორმა სამ ადამიანმა წინააღმდეგი უნდა აწიოს ხმა და მას უნდა შეექმნას განცდა იმისი რომ იქ გადაწყვეტა გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს კენჭისყრას. არასდროს უმრავლესობას კენჭისყრა არ ჩაუტარებია და ეხლა დემოკრატიის ხარისხი იქ არის განმულებული. თუ ადრე იყო კიდე რაღაცა თან არა მე შენ როგორ ფიქრობ ხარ ამ აიძულა კობახიძე ეს ბრიფინგი გაემართა დღეს თავისი ინიციატივა მე კითხე ჟურნალისტებმა და არა ჩემი ინიციატივა ვიძახო რამდენად ჯერა არ მგონია რომ მის ინიციატივა ყოფილიყო იმიტომ რომ ეს არის ივანიშვილისთვის ძალიან მტკივნეული თემა მიუხედავად იმისა რომ ის რა თქმა უნდა კლასიკურ ფეოდალიზმს ქმნის და ქვეყანაში ჩაოლებრივად როგორც ფეოდალი ისე იქცევა
მას არ მოწონს რომ მას ასე მოიხსენებენ და მასთან მიმართებაში ასე საუბრობენ. მას უნდა მახსოვს კვირიკაშვილზე თქვა ერთხელ რომ აი უკვე რომ გაუშვა რომ იმის დროსო არ იყო თუ შიდა დემოკრატია ხა შიდა დემოკრატია ოცნებაში დიდი ხარისხი და არასდროს არ იყო მაგრამ გიორგის დროს რომ უფრო მეტად იყო შესაძლებლობა რაღაცას გვეკამათა ეს ერთ მნიშვნელოვანია ხო ხა იქ უფრო მეტი კოლეგიალურობის ხარისხი იყო თორე ხა რა პერსონალურ დონეზე როდესმე პრემიერთან დაკავშირებით ვინმეს რამე უკითხიან ღარიბაშვილი რო გაუშვეს ვინმეს რამე კითხეს ან ღარიბაშვილი რო დააბრუნეს ვინმეს რამე კითხეს ან კვირიკაშვილზე ის განხილვა რო იყო ის განხილვა ძალიან დამამცირებელი და არასწორი როგორც წარიმართა რა როცა გამოცხადდა რომ პრემიერი იმიტომ უნდა შეიცვალოს რომ UNICEF-ის დასკვნა არსებობს რა და ვინ რა განსხვავებული აზრი დააფიქსირა ვინ ცადა რაიმე აზრის შექმნა მე მიმაჩნია რომ მაშინ გუნდმა ძალიან შეირწყვინა თავი გიორგისთან რომელიც იმ მომენტში 2016 წლის არჩევნებზე სახე იყო საარჩევნო პლაკატზე ხო გიორგისთან ერთად შევიდა ქართული ოცნება და მე რომ მახსენდება ის ხალხი ვინც აი ამ ქართულ ოცნებაში თავის რაღაცა წვლილი შექონდათ ხო აი ყველას მიმართ ვიძინა ივანიშვილმა ავტორიტარული გადაწყვეტილებები მიიღო თავისუფლად დემოკრატების მიმართ ზალასანაესთან მიმართებაშიც დათო სერგენკოსთან მიმართებაშიც გიორგი კვირიკაშვილთან მიმართებაშიც გახარიასთან მიმართებაშიც ძალიან ბევრი ადამიანი მახსენდება რომელსაც შეეძლო პოზიტიური როლი ეთამაშა პროცესში მაგრამ იმის გამო რომ იქ იყო ავტორიტარული მმართველობა და ფაქტობრივად მათი აზრი არავის არ აინტერესებდა და როგორ შეიძლება კაცი რომელსაც პრემიერად აცხადებდა მე ესე ხელით ანიშნებ რომ ადი იმაზე ის მე მიმტკიცებდეს მე რომ ეს ჩემი უფროსი და ბატონ პატრონი არ არის ხო ახლა გასაგებია რომ ბიძინა იმაშვილს და ყობახიძეს შორის არის პატრონული დამოკიდებულება ერთი არის ბატონი მეორე არის ყმა დღეს ირაკლი ყობახიძე საკმაოდ უცნაური რამე თუ ეხლა წავიკითხავ თელ ციტატას ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში რა ფარგლებში ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება ამბობს ყობახიძე ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში ამავდროულად მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის მეორე პირი აი ამაზე კითხავ რა მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის მეორე პირიო ანუ საპატიო თავმჯდომარე არის პირველი პირი პარტიაში ნუ ასე გამოდის ხო ანუ შესაბამისად ისიც არ უარყოფს რომ ის მეორე არის თუმცა კონსტიტუციით ქვეყანაში ის პირველი პირია ხო რეალურად ეხა ნუ თუ ხელისუფლების დანაწევრების პრინციპიდან გამოვა ხო ნუ ეხა პრეზიდენტი ფორმალურად არის კი ბატონო მაგრამ ვიცით რომ ხო საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი არის ქვეყნის ლიდერი ხშირად სარგებლობ მისი რჩევითო ის ამბობს როგორც პარტიის მეორე პირი ხშირად სარგებლობ მისი რჩევით და ახლა მოდის საინტერესო ციტატა როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნებოდა არასწორი ანუ რჩევით იმიტომ სარგებლობ ქვეყნის ინტერესებში არა მე მგონია რომ თუ ყობახიძე პრემიერობას ასე თქვათ დაკარგავს და რა მგონია დიდი ხანი გაგრძელდეს კიდე მისი პრემიერობა და ახალ სამუშაოზე ფიქრს დაეწყებს სტენდაპ კომიკის როლი ერთ-ერთი არის რომელიც მას შეიძლება მოერგოს იმიტომ რომ რასაც ეს კაცი ლაპარაკობს აი ესეთი სიმშვიდით ხო თან ფეის კონტროლი ბოლომდე აქვს ხო ინარჩუნებს ამ სიმშვიდეს ხო არც ეცინება ხო ეს ხო გასაგებია რომ ეს უკვე სასაცილოც აღარ არის ხო ჩვენურად ვიცით ამ ქვეყანაში ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ყობახიძე ვერანაირ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და მასთან დაკავშირებითაც ერთპიროვნულ და ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი მან გადაწყვიტა რომ ყობახიძე იყოს და ის გადაწყვიტებს რომ როცა ყობახიძე აღარ უნდა იყოს ასეთი გადაწყვეტილება აქ მიღებული ივანიშვილის ყველა თანამდებობის პირთან დაკავშირებით და რეალურად ქვეყანაში აი არის არათუ არაფორმალური მმართველობა ასეთი ფეოდალიზმი შეიძლება შუა საუკუნეებში მონატრებოდათ ფეოდალებს ეთქოთ რომ აი ეს უფრო კლასიკური ფეოდალიზმი ეს ბრიფინგი თითქოს გაიმართა იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილის უნდოდა რომ უერ გაიბათილებინა რაღაცა და პირიქით გამოვიდა აქ ერთ მართველი ამ ქვეყანაში ეს სიტყვა არ მოეწონა როგორც ხო და ბრიფინგმა კიდე ერთხელ დაგონდა ის რომ ეს რეალობა ასეთია რა ჩვენ ცხოვრობ გაქანებული ფეოდალიზმის პირობებში გავაგზავნებ კითხვას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამბროს ყობახიძე პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება ისიც უნდა აღინიშნოს რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულ აზრს განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს ცემსო. ასე არის? არ არის მასე ახლა თულს ამბობს და ახლა რა გიყოთ ახლა როგორ ახლა
ტყუილი ყობახიძისგან მე მგონი არც არავის არ უყვირს და პირიქით სიმართლე უფრო გასაკვირია ყობახიძის მხრიდან, მაგრამ აქ უფრო აქტუალური ისაა და ალბათ შენც იმიტომ გამოგაქვს ეს თემა ეს დისკუსიის საგანად იმიტომ აქცია რომ რატო გახდა ეს სალაპარაკო ხო ყველა ვიცით რომ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველი გვყავს ხო დღეს მაგაზე რატო ეწყინა ერთპიროვნული მმართველი როცა იყო ქვეყანაში დავით აღმაშენებელი ქვეყანა წარმატებას მიაღწია ჩვენ არ ვიცით ეგ ერთპიროვნული მმართველი ბიძინა ივანიშვილი წარმატების საწინდარი გახდეს ხო არ ვიცით ჯერჯერობით ცუდ დღეში ვარ და ცუდ ადგილას ვარ ხო მაქსიმალურად კორექტული ვარ შეფასებებში მაგრამ ეხლა ის რომ ეს ერთპიროვნული მმართველია მაგი რომ სადაო ხდება და გამოდის და დისკუსიას მართავს მაგაზე ეს უკვე სასაცილო აღარ არის მაგრამ როგორც შანს ეხლა ამათ ეს ყველაფერი აწუხებთ ეხლა მათ ფორმალური ესეთი დემოკრატია ხა მაგიტოა რომ ის სულ არის დისკუსია რატო არ შეხვდით პარლამენტში ხო არ მინდა მე რომ გავაправ ამათი ფორმალური ვითომ დემოკრატია მე არ მინდა კვაზი დემოკრატიის პირობებში ცხოვრება რა იმიტომ რომ კვაზი დიქტატურა ჩემთვის ამ შემთხვევაში არის მოცემულობა და მე ეს ამ მოცემულობას ლეგიტიმაცია მივცე და ფსევდო ოპოზიციის როლი შევასრულო არ მინდა ხო გასაგებია რომ იმ დებატებზეც კი აი რაღაცა რომ შემოდის მართლა დებატების ფორმატში და ისეთი ფრაზები ჟღერდება რომელიც მათ საერთო სტანდარტს არ პასუხობს მათ ეწყებათ აი კონსულსიები და ახლა ამ ვითარებაში რაზე უნდა ეკამათო ხელისუფლებას რომელიც გიმტკიცებს ცდილობს რომ დაგიმტკიცოს რომ მე ავტორიტარული მმართველობა არ მაქვს რაღაცა ერთპიროვნული თვითმმართველი ლიდერი არ ამყავს მე მგონია რომ ამ დისკუსიაში ისინი რომ შედიან ეს უკვე იმის მაჩვენებელია რომ მათ პრობლემები აქვთ რა ახლა მათ უნდათ ფსევდო დემოკრატია უნდათ რომ ქვეყანაში დიქტატურა ქონდეთ, მაგრამ ყველა ამბობდეთ რომ დემოკრატია, ну ამას ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ ხლა არ შეიძლება თვალი დახუჭონ რეალობაზე რაც არის. კი ბატონო, მე გავაგზავნებ საცილებას მაყურებლების და რადიოსმენელებისთვის, ძირითადად ვინც არ მოусმენია ყობახიძისთვის. იმიტომ რომ მართლა სახელმწიფოებში შესატანი გახდება ეს ბრიფინგი, ახლა ეს ეპოქალური ბრიფინგია ჩემი აზრით. პროპაგანდისტული შესაბამისად აგზელეს ყობახიძე გუნდში ყველა აზრი ღია სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე მიიღება. იმასაც ღიად გეტყვით რომ ამგვარი ღია სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა ანუ იმიტომ კი არაო რომ ის არისო ერთმართველიო იმიტომ კი არ იმარჯვებსო იმიტომ რომ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა და ეხლა გეტყვი იმცადაც ავითხო რა სიტყვებითაც აქო ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. მე ხა გამახსენდა გახარეზზე რაც ეძახდა ყობახიძე და სხვებზეც ხა მარ გახარეზზე მაინც ეს ფრაზა ძალიან ესეთი ჩავჭა ყველას მეხსიერებაში ხო რომ ყველა ბუზი სუის და გახარეზთან ყველა ყუის ხო ეხა ამ ადამიანს არ აქვს ამისი კომპლექსი ესმის დღეს ეს ლაპარაკოს და მე მართლმსაჯულების სკამზე რო აღმოჩნდება და ეს გარანტიას გაძლევს შენს და ჩვენს მნელსაც რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება ნუ ყობახიძე რომელსაც რა თქმა უნდა ვერ გავასამართლებს და ვერაფერს ვერ მიუჯით იმიტომ რომ მასეთ ადამიანებს გასამართლება კანონით აკრძალულია მაგრამ ეს მოხდება მას მოუწევს ამ ყველაფრის ახსნა რა მაშინ იტყვის რომ მე გული ცრემლები მომდიოდა და სიცხლიანი ცრემლებით მისვალდებოდა გულიო მაგრამ ამ ცრემლს ვერ ვაჩენდიო რა მე მაგაცისგან არაფერი არ გამიკვირდება რა იმიტომ რომ მგონია რომ ყობახიძე არის აი თუ ის გროსმეისტერი არ ვიცი რაში გამოიხდება მისი გროსმეისტერობა იმიტომ რომ ქვეყანა არის ძალიან ცუდ დღეში რა იმ ობიექტურები ვიყოთ აი ამ გადატეხების შეიძლება იმაში რომ 14 წელია ინარჩუნებს ხელისუფლებას და ოპოზიცია ვერაფერს უხერხებს ხელისუფლების შენარჩუნება არის თვითმიზანი ქვეყანაში ხო მაშინ დიქტატორები და ტირანები არიან ყველაზე გროსმეისტერები ხო ხა დემოკრატიულ ქვეყანაში ორი ბადა უნდა იყოს ამოწურვადი ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის რა ეხლა ხელისუფლება შეიძლება დეგოლმაც ვერ შეინარჩუნა მაგრამ ხა ბიძინა ივანიშვილი გვირჩენია დეგოლს ხა პოლიტიკურ ფენომენზეა საუბარი სამაგერო სტალინმა შეინარჩუნა
30 ხო და ახლა ვისაც სტალინი მოწონს და ვისაც გონია რომ გროსმეისტერი პოლიტიკაში იყო გულაგი უნდა აშენო და ყველა სამხრეთ ამერიკელმა დიქტატორმა შეინარჩუნა ხო დიქტატურა არის ხანგრძლივი ხელისუფლება კი ძალიან დიდხანს შეინარჩუნა ყველა დემოკრატია არ არის ხანგრძლივი ხელისუფლება ახლა თუ შენ დემოკრატიის და კონკურენციის გარემოს ხმნი შენ უნდა წააგვარჩევნები აი ეს საუბარი იმაზე რომ აი რაც კოლეგიალურობა არის და გადაწყვეტილებებს კოლეგიალურად იღებენ ხო ჯერ ტყულს ამბობენ არ ყოფილა ასეთ კოლეგიალურობა ოცნებაში არასდროს და ახლა მით უმეტეს ვერ იქნება და ახლა გაიხსენონ უბრალოდ ის ადამიანები ვინც იყო ოცნებაში და მათ მოისროლეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ხო აი ღარიბაშვილის მიმართ გამოჩინეს კოლეგიალურობა თუ პირიკაშვილის მიმართ გამოჩინეს თუ გახარეს მიმართ გამოჩინეს კოლეგიალურობა რა განხილვები იყო კაცი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერი ვინ უნდა ყოფილიყო მინისტრი ხო დათო სერგენკო არ უნდა ყოფილიყო ტიკარაძე ხო ეს ქვეყნისთვის კაი იყო ეს საკადრო გადაწყვეტილება მაგრამ ვინმეს ეკითხებოდა ბიზნესში როდესმე რაიმე გამხილდა ტიკარაძე რითი ჯობდა ახლა იმას დათო სერგენკოს ხო დათო სერგენკო ხო შეიძლება დათოს რაღაცა აღარ მოგწონს თქვა და გინდა შეცვალო მაგრამ მაშინ უკაცრავად უკეთესი მონახევი სერგენკო არა დათო სერგენკო ჩემი აზრით იყო ნორმალური მინისტრი რომელიც გაძლევდა კითხვებზე პასუხს და რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი შემოიღო და განახორციელა ხო ხა მე ძალიან კარგად მახსოვს მარგველაშვილი როცა იყო განათლების მინისტრი მაშინ უფასო წიგნები შემოვიდა რა დაუწუნა საინტერესო აი ტიკარაძე რატო ჩაანაცვლა ტიკარაძე რა უნდა დაეწუნებინათ მე რა როგორც იყო პირიკაშვილთან მიმართებაში რა აი იუნისეფის დასკვნა ყოფილა და ბავშვების შიმშილობენ საქართველოში აი ესო ცინიზმია და როცა უმრავლესობაზე გამოგაქვს საკითხი და ამაყრ პრემიერს იმიტომ ცული რომ ბავშვები შიმშილობენ აი რაიმე გაკეთდა იმის მიერ რომ ბავშვები ამ ქვეყანაში არ შიმშილობდნენ აი ხა ყველა საუბრობთ იმაზე რომ გვინდა უფასო ყვება სკოლებში ხო მაგრამ ამათ ფორმები უნდათ ამათ უფასო ყვება არ აინტერესებთ იმიტომ რომ უფასო ყვება ზვირიჯდება მაგოდენა თანხები არ უნდათ რომ მაგაზე დახარჯონ და ფორმებს ვიღაცას მიცემ მაგ სახელმწიფო შეკვეთას ისე ხალხს გადაახტევინებ ფორმებში ფულს და ვიღაცა შენ თანაგუნდელს ბიზნესს გაუკეთებ. ახლა ეს არის კორუფციით გაჟღენთილი ქვეყანა, სადაც იმისათვის რომ ამოწყობმა ბავშვებმა წამალი მიიღონ აქციები ქუჩაში საჭირო, სადაც არ ვიცი რა დემოკრატიული გადაწყვეტილებების სივრცეა საერთოდ დარჩენილი, სადაც აი ეს ფორმულა გააჩინა იმან ობახიძემ რომ ის მოსამართლეები რომლებიც სუდ საქმეებს აკეთებდნენ ნაციონალურ მუზეუმის დროს ეხლა კარგ საქმეებს აკეთებენ ეს არის ფორმულა რომელიც ნიურნბერგის პროცესის პრინციპებს ეწინააღმდეგება რა იქ უკვე ერთხელ კაცობრიობამ თქვა რომ მოსამართლე რომელიც უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს არის დამნაშავე სუდ საქმეებს ის მერე კარგ საქმეებში არც კი უნდა დაუძახო იმას კაი საქმეზე რა უნდა უთხრა რომ შენი ცუდი საქმეებით ეხლა წადიდე თავი დამანებე და იმას რომ შენ უძახი უკვე იქ ყველაფერს ამთავრებ რა იქ უკვე შენ მორალურ არჩევანს გააკეთებ და მაგიტომ ძალიან კარგად მისმის რაც მახსენდება ეს კამათები უმრავლესობაზე აი ის ქართული ოცნება ხერხემალში გადაამტრია ივანიშვილმა სრული კასტრაცია გაუკეთა და დღეს ის ადამიანები ვინც ქართული ოცნებაში არიან რა თქმა უნდა უპირობოდ თითი რამებს უმღერებენ მათ და კობახიძის ეს პრინციპები რომელიც შემთთვის ცინიზმის და არც მლიქუნელობის მწვერვალია ეს იქნება ის სტანდარტი რომელთაც ისინი ჩვენთან ილაპარაკებენ უბრალოდ საქართველოს არ არის ქვეყანა რომელიც ასეთ რაღაცებს იღებს რა აი კომუნისტური პროპაგანდის დროსაც საქართველოს იყო კრიტიკული აზროვნება მე მაგისი ჯერა და მწამს იმიტომ რომ მახსოვს ქართული საზოგადოება რომ ანეკდოტები იყო კი იყო იმიტომ რომ შენ შეიძლება ქუჩაში ვერ გამოსულიყო მიტინგი ვერ ჩაგეტარებინა და პოლიტიკურად ვერ გაგიპროტესტებინა რაღაცა მაგრამ მაინც გამონახავდი ფორმას რომელთაც დაცინებდი რეჟიმს რომელიც პროპაგანდის მეშვეობით თავზე გახვევდა სრულ სიგიჟეებს და კომუნისტური რეჟიმი მაგ მხრივ იყო ძალიან ცინიკური ხო ხა მე რომ ქართული ოცნება მარწმუნებს იმაში რომ ის მშვიდობის მოყვარია და არის ომის პარტიის ლიდერთან რუსეთთან დაძმაკაცებული ხა ჩვენ ხო ხედავთ სოფლიო პოლიტიკაში რა ხდება საქართველოს სრული იზოლაციაშია და საქართველოს კარგავს საგარეო ფუნქციას ჩვენ საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს ჩვენ დავკარგეთ აი ყოველგვარი პოლიტიკური ადგილი სოფლიო რუკაზე აი ყველას რაღაცა როლი აქვს ფაშინიანთან ჩადის მთელი მსოფლიო და იქ კონკურენტული გარემო საქართველოს არავის არ აინტერესებს და ეს გააკეთა იმ გროსმეისტერმა რა აი მისი გროსმეისტერობა ამაში გამოიხადა რომ საქართველოს პოლიტიკურად გაანულა ახლა როცა ვიღაცას მიაჩნია რომ მერაბის და ზვიადის სურათზე ბიძინა ივანიშვილიც უნდა გამოსახო
და რა საერთოა აქ რა ასად მერაბი და ზვიადი და სად ბიძინა ივანიშვილი და ეს ამბიცია ხო როგორც ჩანს მერაბი აი რატო მასთან ერთად კაცო აი სარაჯიშვილთან ერთად მოიდომოს ყოფნა ვიღაცა ისეთი მონახოს რომელთანაც აი რაღაცა ხელოვნურად მაგრამ იქაც ძალიან უადგილოდ იქნება მაგრამ ხელოვნურად უფრო შეიძლება ხალხს ად ზვიადი და მერაბი ხალხი რომელსაც ციხეები გამოიერს დისიდენტები მოძრაობის ლიდერები მერაბი კოსტავა 10 წელი იმ რუსეთის ციხეში იჯდა რომელსაც ეს მეგობრობს ხო ეხლა მერაბისთვის რომ ვიღაცას ეთქვა რომ შვიდობა გვინდა და ამიტომ იმას უნდა დაუწვეთო მტერსო მერაბი კოსტავას რა რეაქცია ექნებოდა ხო კაცმა 9 აპრილს თქვა სადაც წვრილია გაწყვდესო ესეა მერაბი კოსტავა ხო და თუ ეს მოგწონს მაშინ ასე იმოქმედა თუ ეს არ მოგწონს მაშინ ნოეტმასნები მერაბი კოსტავას რა ღირებულებითი კონფლიქტი რომელიც არის ამათსა და ეროვნულ მოძრაობას შორის ზვიადსა და მერაბს შორის არის აი დაუძლეველი ღირებულებითი კონფლიქტი იმიტომ ის იყო ხალხი რომელსაც თქვა რომ საქართველოს თავის თავს უნდა ეკუთვნოდეს და უნდა იყოს დამოუკიდებელი და ესენი არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ დათვი რომ მოგიერება ბაბა უნდა დაუძახო ეს არის ღირებულებითი კონფლიქტი რა კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. გედევან ფოფხაძე იყო ჩვენი სტუმარი, კოალიციას სრულებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. დაგვალოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგვიერთება ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე. მაშასე რეზუმე დაბრუნდა ეთერში და ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს უკვე მეორე სტუმართან ერთად ირაკლი კოპახიძის დღეს უპრეცედენტო ბრიფინგზე, რომელიც გაიმართა პრემიერ-მინისტრმა გამართა ერთადერთი მიზეზი ბრიფინგი, რომ ეკო ბიძინა ივანიშვილი სხვა თემა ბრიფინგზე არ ყოფილა და ეთქვა, რომ ის არ არის ერთმართველი. კიდევ ერთხელ წავიკითხავ თავარ ციტატას, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეული ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. თქვა ჟურნალისტებმა დათვალეს და 8 წუთი აქებდა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი შემდეგ სტუმარია გიორგი სიორიძე, ძლიერი საქართველოს ლელოს წარმომადგენელი, მოგესალმებით. მოგესალმებით, გადაცემაში მონაწილეობს. თუ უსმინეთ ამ ბრიფინგს თქვენ და რა შთაბეჭდილება დაგჭათ, რას ემსახურებოდა, რატო გადაწყვეტა პრემიერ-მინისტრმა თქვენი აზრით, რომ დღეს ბრიფინგი ჩაეტარებინა ერთ-ერთ თემაზე, რომ ეკო ბიძინა ივანიშვილი. მადლობა მოწვევისთვის და თავისუფლებას ინდისის პატიმრებს რა თქმა უნდა უსმინე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს და მე არ ვიცი სადმე თუ ხდება მსგავსი რამ პრემიერ-მინისტრი დილით ნიშნავდეს ბრიფინგს რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს გარდა ერთი ადამიანის ქება დიდებისა ადამიანის რომელიც ესმის რომ არის მათი პარტიის დამფუძნებელი მათი პოლიტიკური ნათლიმამა და ზოგადად ასე ხდება ხოლმე ხანდახან რომ ყოფილი პირველი პირები პრემიერ-მინისტრები პრეზიდენტები თავის პარტიაში ინარჩუნებენ კონკრეტულ ფუნქციას იღებენ მონაწილეობას რაც რეკომენდაციებს გასცემენ ხოლმე ეს არ არის პრობლემა პრობლემა იმაშია რომ ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის გარდა არავინ არაფერს წარმოადგენს არავინ არაფერს ამას უარყოფდა 8 წუთის განმავლობაში კობახიძე მან თქვა რომ ჩვენთან ხშირად დისკუსიები იმართებაო მართალია ამ დისკუსიებში უმეტესწილად ივანიშვილის აზრი იმარჯვებსო, მაგრამ მაინც დემოკრატიულად მიიღება ეს გადაწყვეტილება. ხო, დისკუსიები კომუნისტური პარტიის ყრილობებზეც და პლენუმებზეც იმართებოდა ხოლმე და გვახსოვს, ხო, იქ ტაშის დაკვრაზე სპეციალური ზედამხედველობა არსებობდა მაშინ და ბევრი ადამიანის ბედი და თავისუფლება და სიცოცხლეც ამაზე იყო ხოლმე ხშირად დამოკიდებული. რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ არის ხოტბა რა თქმა უნდა, ოღონდ რატომ არის ეს ხოტბა, ხო? მე მესმის რომ ისეთ მეგალომანიაკური მიდრეკილებების ადამიანებს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება სჭირდებოდეს ხოლმე ესეთი ტიპის მსხვერპლ შეწირვა, ხო? როგორც რაღაცა ღვთაებას მათსას. ერთი მხრივ, მეორე მხრივ, აი ეს მისი კარის ვეზირები თავისი პოზიციების გამტკიცებას ხშირად აკეთებენ ხოლმე ამ ხერხის მეშვეობით გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი როგორ გამოირჩეოდა ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობების გადახდით კონტექსტი იყო ამისი თუ არ იყო მაგრამ ეხლა დღევანდელი ბრიფინგი კიდევ გამორჩეული იყო სხვა არაფერი არ ჰქონდა ამ ბრიფინგს მიზნად რაღაცა თითქოს
მოლოდინში დაგვტოვეს, რომ აი ეხლა გადავა რაღაცა სხვა თემაზე, ეხლა გადავა კულმინაციაზე და თვითონ პროცესი იყო მიზანი. ანუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიფინგის პროცესი იყო მიზანი. რაღაცა ქვეყნისთვის საჭირო თემებზე უნდა საუბრობდეს, ხო? ხო, პრემიერ-მინისტრის რანგში, როდესაც გამოდიხარ არა შეგვიძლია აქოს ვიღაცა არის მართლაც აკრებულმა ექსპერტმა ეს ერთი საკითხია, შეიძლება ჰქონოდათ რაღაცა ღონისძიება პარტიული, ქართული ოცნების ოფისიდან ესაუბრა ამის შესახებ, მაგრამ როდესაც შენ თვითონ იცი, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ გაგაჩნია, შენ როდესაც არ წარმოადგენ ხალხს, ხო, პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში არის პირველი პოლიტიკოსი. ის არის მთავარი პოლიტიკური ფიგურა, სახელმწიფოს ლიდერი და როდესაც შენ ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგენდე ხალხს, მიუხედავად იმისა, პირდაპირ წესით აგირჩიეს თუ არ აგირჩიეს, ხო? შენ უნდა წარმოადგენდე ხალხს და გქონდეს მანდატი ხალხისგან, ლეგიტიმაცია უნდა გქონდეს ხალხისგან, როგორც ძალაუფლების წყაროსგან და ეს როდესაც არ გაქვს, მაშინ საუბრობ იმაზე, ვისგანაც გაქვს ეს ძალაუფლება, არანაირი ლეგიტიმაცია. ძალაუფლება ირაკლი კობახიძეს ისევე როგორც ყველა პრემიერ-მინისტრის ქართული ოცნებისას აქვს მხოლოდ ივანიშვილისგან. არაფერს საუბრობ იმ კომენტატორებზე დღეს რომ გამოვიდნენ ქართული ოცნების სპიკერები, ლიდერებსაც ვერ დავარქმევ, ეს პოლიტიკოსები არ არიან, მათ ნულოვანი პოლიტიკური წონა აქვთ. ისინი არაფერს წყვეტენ საკუთარ პარტიაშიც კი. ყველაფერს ერთპიროვნულად, რა თქმა უნდა, განაგებს ბიძინა ივანიშვილი, ну, რა თქმა უნდა, ეს ცხადია, არ შეეხება ისეთ საკითხებს, რომლისთვისაც ის თავს არ იწუხებს. შესაბამისად, ვისგანაც აქვს ძალაუფლება, მას აღუვლინა ხუტბა, მას აღუვლინა რაღაცა ლიტურგია, მიუძღვნა ჰიმნები, შეამკო სრულად და აქ ახლა ვიღაც მე მოვისმინე მოსაზრებები, რომ თითქოს პასუხისმგებლობის გადატანას სცადაო ამითიო თავისგან ბიძინა ივანიშვილზეო. ვერაგენ დამეტანი შეთქმულების თეორია. ხო, არა, იყო ეს გაჟღერდა ესეთი საუბრები, რა თქმა უნდა, მეც ამას ვფიქრობ, რომ ვერავინ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. რა ვინ არ იცის ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ყველაზე მოწყვლადმა ამომრჩეველმაც იცის რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დღესაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში არაფერი წყდება. პირიქით ეს მათ უხარიათ. შესაბამისად ის რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში მას აქვს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას აქვს, რა დღეშიც ჩააგდეს მათ საქართველო, რომ გარიყეს სოფლიო პოლიტიკიდან რეალურად იზოლაციაში მოაქციეს და ალბათ ვისაუბრებთ გუშინდელ იმ აქცია, რომელიც მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, როდესაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის პირისპირ დაგვტოვეს, ამაზე პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე რომ არის რეალური, ამაზეც პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ვერავინ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ აქვთ იმის გამო, რომ შეასრულეს ბიძინა ივანიშვილის დავალებები, პრემიერ-მინისტრები რომ ჰქვიათ, მინისტრები რომ ჰქვიათ, პარლამენტის თავმჯდომარეები რომ ჰქვიათ და რეალურად არ არიან მითავისებული რო აქვთ ძალაუფლება, მითვისებული რომ აქვთ თანამდებობები, რომ მათ კონსტიტუცია დაარღვიეს და არჩევნები მიიტაცეს და არ გარდასახეს ხალხის ნება, რეალური ნება იმაში, რასაც კონსტიტუცია ითხოვს, ამის გამო ყველა დაიჯდება, ყველას მიეზღევება ამის გულისთვის, როგორც ისტორიის სამსჯავროზე, ასევე ძალიან მალე სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც. ეს ასე მოხდება აუცილებლად და შესაბამისად ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ვერც ვერავის დააჯერებენ, მით უმეტეს ჩვენს საგარეო პარტნიორებს, რომელთაც ძალიან კარგად უწყიან რა ხდება ამ ქვეყანაში. კი ბატონო, და რა სახსენებთ თქვენ ეს აქტი, რომელიც მიიღო კონგრესმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 24 თებერვალს იყო წარდგენილი და ის ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ულსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს კონგრესმენებმა, ერთი არის რესპუბლიკური პარტია, მეორე დემოკრატიული პარტია. კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში. კერძოდ კანონპროექტი მოითხოვს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიის მომზადებას, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის საქართველოს ურთიერთობების მიზნებს. შეაფასებს რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს აშშ-მ საქართველოსთვის. დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის. შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფორმებლად. და ამის პარალელურად სწორედ დღეს ირაკლი კობახიძემ გვაცნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კობახიძის განცხადებით საქართველოს ჩინეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამის შეთანხმებას დღეს მოეწერა ხელი.
რას ფიქრობთ, ან რა შედეგი შეიძლება მოყვეს კონგრესის აქტს, რამე ხელშესახები, ან რა შედეგი შეიძლება მოყვეს საქართველოს ჩინეთის ასე ახლო ურთიერთობას? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენს აღნიშნეთ, რომ ეს იყო წარდგენის დონეზეც ორპარტიული წარდგენა, კოენი გახლავთ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ჯო ვილსონი ტრამპის რესპუბლიკური პარტიისა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აბსოლუტურმა უმრავლესობამ ორივე პარტიიდან დაუჭირა მას მხარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო რამ. რა თქმა უნდა, კიდევ დამატებითი პროცედურები სენატის შეიძლება არის გასავლელი, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ანალოგიური ჩანაწერი გაკეთდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ამ კანონიდან როგორც სახელმწიფო დეპარტამენტს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებს, ასევე პენტაგონს, ყველას თეთრ სახლს ევალება უკვე კონკრეტული დავალებებია და ეს ავტორიზაციის აქტში ჩადება მას პრაქტიკულად გარანტია იმისა, რომ სრულფასოვან კანონად იქცევა ეს ყველაფერი და იმ შედეგებს გამოიღებს, რაც თქვენ წაიკითხეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ეს პოზიცია. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის ასე ვთქვათ, პარტიულ და კონკრეტულ პირების განწყობად წარმოჩენას ცდილობდა ქართული ოცნება ამდენი ხნის განმავლობაში. მაშინ, როდესაც საუბრობდა წინა ადმინისტრაციაზე, რომ თითქოს ბაიდენის ადმინისტრაცია და Deep State-ი, გლობალური ომის პარტია სხვათა შორის დღეს ისევ ამოიღეს არსენალიდან ეს ტერმინი, რომ თითქოს მათ ჰქონდათ ზრახვები ივანიშვილის მიმართ პერსონალურად, რომელიც მსოფლიოში ყოფილა თურმე ერთადერთი რაღაც უკანასკნელი რაინდი, ერთა თვითმყოფადობის კონსერვატიული ღირებულებებისა და სუვერენიტეტის და თურმე მთელი გეოპოლიტიკა ივანიშვილის გარშემო ბრუნავს და ტრიალებს და აი ეს ბოროტი ძალები, ზოგიერთი სპიკერის გაშლაში ხან მასონები არიან, ხან გლობალური ომის პარტია, ხან Deep State-ი ებრძვის ქართულ ოცნებას და ცალფეხზე არაპირებდნენ დადგომას. შეიცვალა ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ ქმნიდნენ მოლოდინს, რომ 20 იანვარს ინაუგურაცია იქნება, აი ნახეთ ხელშესახების შედეგი, შემდეგ 100 დღე გავაო უნდა გადატვირთულიყო რაღაც დაიწყო ხო ძვრები მათ ურთიერთობებში დელეგაცია ჩამოვიდა დელეგაცია რო ჩამოვიდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხდება რამე ჯერ ერთი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია რო ჩამოდის ეს იმას ნიშნავს კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა რომ საქართველოს არ არის ქართული ოცნება და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგა ქართული სახელმწიფოს გვერდით და ქართველი ხალხის გვერდით ეს 3 წლეულზე მეტია რაც გრძელდება ხო და ისინი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის უდიდეს საქმეს და ფინანსურ რესურსებს ხარჯავდნენ და საქმეს წევდნენ ამისთვის ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს და ღმერთს ვაქნას რომ ეს და მადლობა ღმერთს რომ ეს ასე არის რომ არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ და საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს. აქ არ არის ვინმეს პოლიტიკურ პარტიულ ინტერესზე საუბარი. აქ არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირველ რიგში, თავდაცვას, ეკონომიკურ განვითარებას. დიახ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ქვეყანაში მას აქვს სტრატეგიული ინტერესები და ამ ინტერესების გაღრმავებისკენ არის გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ამავდროულად ეს იმას ნიშნავს და გუშინდელი აქტის მიღება იმას ნიშნავდა, რომ ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელსაც შეიძლება ვინმე ენდოს, მათ სიტყვას არ აქვს ფასი, მათ საგარეო პოლიტიკას აქვს ეს პოლიტიკა შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პრორუსულები არიან, არამედ იმიტომ, რომ ამერიკის მთავარი პოლიტიკური მეტოქეების, ჩინეთის და ირანის პლაცდარმად არის ეს ქვეყანა ქცეული. ჩვენ გვახსოვს ახლა რა თქმა უნდა კობახიძის ვიზიტები ირანში, ჩინეთთან თანამშრომლობაზე არის საუბარი. არავინ ამბობს იმას, რომ ჩინეთთან სავაჭრო თანამშრომლობა არ უნდა არსებობდეს და ჩინეთთან სავაჭრო თანამშრომლობა ბევრ ქვეყანას აქვს, დასავლურ ქვეყნებსაც აქვს. ოღონდ
როდესაც ქართული ოცნებას, მაგალითად ლევან მახაშვილმა თქვა, რომ ვინც უყურებს ამერიკა, ჩინეთის, ჩინეთ-ევროკავშირის სახელმწიფოების ურთიერთობებს, მათ პოლიტიკურ მიჯნურობას, ჩახუტებას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ორმაგი სტანდარტი კი არ არის. ხო, ამას არავინ არ უშლის მიჯნურობა თუ უნდათ მაინც და მაინც ეს სიტყვა გამოიყენონ, არის ის, რაც მათ აქვთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ ამ დროში, მხოლოდ ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან და ასეთ ავტორიტარულ ქვეყნებთან. ხან აშხაბადში დადიან სამიტებზე და ხან სად, სხვაგან არსად ისინი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავენ და საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალეს რეალურად, ხო, 28 ნოემბერს ევროპული კურსი შეცვალეს, ევროინტეგრაცია შეაჩერეს და დაგვტოვეს ამ ქვეყნების ამარა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ამბობს, რომ პლაცდარმია, პოლიგონი არის და შესაძლო შემოღწევა არის ირანული და ჩინური სპეცსამსახურების, უშიშროების სამსახურების, რომელიც წარმოადგენენ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რა თქმა უნდა, წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოსთვის, ამიტომ ამბობ, რომ ებთხება ჩვენი ეროვნული ინტერესი, ამერიკის და დასავლური ინტერესებს ზოგადად და როდესაც ომით აშინებდნენ საქართველოს მოსახლეობას და იმით, რომ შვიდობის მცველებად გამოყავდათ თავი, აი ახლა რას ეტყვიან იმ თავის ამომრჩეველს, როდესაც აქ საუბარი გვაქვს ძალიან საშიშ და სახიფათო ინტერვენციასთან, სავარაუდო ინტერვენციასთან, რომელსაც შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატები და ის რომ მეორე მხრივ არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა და ყველა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ახლა აი ამ მომენტს გამოიყენებდა მაქსიმალურად, რომ ეს ქვეყანა გახდეს ტრამპის სახელობის შვიდობისა და კეთილდღეობის გზის, ეგრეთ წოდებული ტრიპის მონაწილე მესამე ქვეყანა. როგორც ეს მოახერხეს ჩვენმა მეზობელმა მოძმე აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ხო? რამხელა სიკეთე მოიტანა სომხეთისთვის მარტო ამან რომ ჯერ ერთი ჩამოცილდა რუსეთის პოლიტიკურ ორბიტას და მოიტანა უკვე გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ის სამხრეთის სიუნიქის ძველი ზანგეზურის დერეფანი, რომელიც იქნება დამაკავშირებელი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიას, თურქეთსა და აზერბაიჯანს და ზოგადად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და რომლის კარიბჭეც შეიძლება გახდეს ანაკლია და სხვათა შორის ისაუბრა ხო კონგრესის ურთიერთობა რას მოუტანს თქვენი აზრით საქართველოს შეიძლება მოუტანოს ანაკლის სპორტის აშენება სწორედ ამაზე შევწყვიტე მე ჩემი საუბარი ანაკლის სპორტი პირდაპირ იქნა გუშინ ნახსენები ხო ბრაიან მასტი რომელიც გახლავთ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის რიგითი კონგრესმენი არ არის ხო უშუალოდ ამ საკითხების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი არის კონგრესში. პირდაპირ ისაუბრა ამაზე, რომ ანაკლიის სპორტი, სადაც არის ჩინური ინტერესი, სადაც არ არის ამერიკული ინტერესი, სადაც არ არის შესაბამისად ქართული ინტერესი. აი ამაზე ისაუბრა ბრაიან მასტმა და ყველაზე დიდი ხაზგასმა არის ანაკლიის სპორტის მნიშვნელობისა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და იქ სხვათა შორის მან თქვა რომ არა მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულება აქვს ანაკლიის სპორტს, არამედ უსაფრთხოების დანიშნულებაც აქვს. ეს ვისი უსაფრთხოება არის? ჩვენი ქართველების უსაფრთხოება არის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არის, ოკუპირებული ქვეყნის უსაფრთხოებაზე არის საუბარი და ის გზა, რომელსაც დაადგა ქართული ოცნები, ჯერ არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ ჩინელების მხარე აირჩიეს და არა ამერიკელებისა და ევროპელების. მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ ის რომ ჩინური ეკონომიკური ინტერესი შეიძლება არსებობდეს აქ და რა თქმა უნდა ჩინეთისკენ უნდა წავიდეს იქ ტვირთები. ეს ცალსახაა, მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ხო? ამ შემთხვევაში უნდა იყოს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკული ინტერესები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების განხორციელებას. შესაბამისად, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ტრიბუნაზე პირდაპირ არის ანაკლია ნახსენები, მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. სურათი არის ძალიან ნათელი და მკაფიო და ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების, ხო, მედიის, თავისუფალი მედიის არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს გავაგებინოთ, რა არის ქართული ოცნების გზა და რა არის საქართველოს ეროვნული გზა, რა არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამრიგად, ამ აქს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, დიდი შესაძლებლობა არის ჩვენი ქვეყნისათვის, რომ შუა დერეფანი გავიდეს საქართველოს ტერიტორიაზე და ამის კარიბჭე იყოს ანაკლიის სპორტი
რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს. ეს არ არის ბიზნეს პროექტი, ეს არ არის არავის ვისიმე ბიზნეს თუ მით უმეტეს პოლიტიკური ინტერესი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ასე კი, მადლობა დიდი გადაცემაში ჩვენი სტუმარი იყო გიორგი სიორიძე, ძლიერი საქართველოს ლელოს წარმომადგენელი. მე გემშვიდობებით 1 საათით 9:30-ზე დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე.